ერთწუთიანი ვიდეოს გადაღებისთვის დღეები გჭირდება, რაღაცას არასწორად აკეთებ. სინამდვილეში პერფექციონიზმი შიშის ლამაზი სახელია. შენ იდეალური ვიდეო არავის აინტერესებს. ადამიანებს გვაინტერესებს ადამიანები და არა გადაპრიალებული სიყალბე. ეს არის ბრენდინულიდან დღე 23. ამ ეტაპზე 10260 გამომწარი. მოდი გულწრფელად მითხარი, რამდენი საათი დაგიხარჯავს იდეალური განათების დაყენებაში, ტექსტის სწავლაში, გაზუთხვაში და შემდეგ მონტაჟში. ამის შემდეგ კი საერთოდ არ აგიტვირთავს ვიდეო, იმიტომ რომ იდეალური არ იყო. სინამდვილეში ისე არავინ გვაკვირდება დეტალურად და ისე მკაცრად არავინ არ გვაფასებს, როგორც საკუთარი თავი. დღეს გაგიზიარებ 3 მეთოდს, როგორ შეგიძლია გაიმარტივა კონტენტის შექმნის პროცესი. მეთოდი პირველი: ერთი სპონტანური კითხვა და ერთი სპონტანური პასუხი. მაგალითად, ეს ვიდეოები ჩავწერეთ მას შემდეგ, რაც პოდკასტის სტუდიაში დაგვრჩა უბრალოდ ზედმეტი დრო და უბრალოდ რაც წამოვიდა შემთხვევით კითხვებზე, შემთხვევითი პასუხებია. მეორე: დიალოგის ხრიკი. ბევრად უფრო რთულია უყურო რაღაც უსულო არსებას, რაღაც წერტილს, როდესაც კამერაზე საუბრობ. ბევრად მარტივია, როდესაც შენს გვერდით არის ნამდვილი ადამიანი, გისვამს კითხვებს და მას პასუხობ. და მესამე, ყველაზე დაუფასებელი ხრიკი და ხერხი. დაიქირავე ადამიანი, ვინც დაგეხმარება გადაღებაში და ასევე მონტაჟში და ატვირთვაში. და შესაბამისად, როდესაც გადაღებულია ვიდეო, შენზე აღარ იქნება დამოკიდებული დაიდება თუ არა, მოგწონს თუ არ მოგწონს. შესაბამისად, უკან დასახევი ხიდები დამწვარია. რო იცოდე, რამდენი ვიდეო არ მინახავს, იმიტომ რომ არ მინდოდა თუნდაც დანახვა, იმიტომ რომ ვიცოდი არ მომეწონებოდა და არ დავდებდი ჩემი ნებარო ყოფილიყო. ასევე ბევრი წარმატებული მსახიობი თავისი ფილმი ზოგს საერთოდ არ უნახავს. ამიტომ მაქსიმალურად შეწყვეტე წვრილმანებზე ნერვიულობა. უბრალოდ დააჭირე ატვირთვის ღილაკს, თუნდაც ხელის კანკალით, თუნდაც კრინჯით, თუნდაც ნერვიულობით. ან უბრალოდ სხვას დაავალე ეს საქმე. არ გადადო, დღესვე ატვირთე ყველა ვიდეო, რომელიც არასაკმარისად კარგად ჩათვალე თავის დროზე. თუ გინდა უყურო ამ სერიებს სწორი თანმიმდევრობით და არ გამოგჩეს შემდეგი სერიები, მომწერე პირადში სიტყვა ნულიდან.